მოგესალმებით. ვინც ჩვენი არხის გამომწერები ხართ და ვიდეოებს თვალს ადევნებთ, ნახავდით, რომ მე-7 კლასელებისთვის დავწერე ვიდეო, როგორ უნდა მოემზადოთ ფიზიკის სწავლისათვის და ასევე მე-8 კლასელებისთვის, რომ გადაემეორებინათ მე-7 კლასის მასალა. უფრო მაღალი კლასელებისთვის გთავაზობთ მობილური აპლიკაციის გადმოწერას. წიგნაპი, რომელიც შექმნილია ფიზიკის სწავლებისთვის, აქ არის პატარა ტესტები, აუდიო გახმოვანება, ვიდეოები და ეს ყველაფერი დაგეხმარება ზუსტად გადამეორების პროცესში. ძალიან კარგი აპლიკაცია იმისათვის, რომ წლის ბოლოს პატარა გამოცდებისთვის მოემზადოთ, მაგალითად ექსტერნებისთვის ან რაღაცა შემაჯამებელი გამოცდებისთვის, რომელიც ძალიან რთული არ არის ხოლმე და აი ესე წლის დასაწყისში რომ მასალას გადახედოთ. იმიტომ რომ რეალურად სიღრმისეული სწავლებისთვის ეს არ გამოდგება. ფიზიკის სწავლისთვის უფრო ამოცანებზე მუშაობა საჭიროა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მარტივი თეორიული საკითხების გამეორებისთვის და პატარა კითხვებზე პასუხისთვის ძალიან კარგია. წეგან მათემატიკის ნაწილში ვიყავი შესული და მათემატიკაზე ნახეთ, რომ ცალკე მობილურ აპლიკაციას გაწერინებთ. და შეგიძლიათ იქ ივარჯიშოთ არითმეტიკული დავალებებია, გამრავლება, გაყოფა, მიმატება, გამოკლება და აქ ფიზიკაში აი როგორც ხედავთ, გაიხსნა თეორიული მასალა ფიზიკის შესახებ. თუ დააწვევით მოусვინე აუდიო ვერსიას, გაიგონებთ გახმოვანებას და შეგიძლიათ ამას უსმინოთ მაშინ, როდესაც რამეს აკეთებთ, ან გზავრობთ, ან თქვენს ოთახს ალაგებთ და ასე შემდეგ. მერე როცა მოსმენილი გექნებათ, შეგიძლიათ გააკეთოთ ტესტი და დაინახოთ თქვენი ცოდნა, გადაამოწმოთ, რამდენად კარგად გაიაზრეთ და ეს ტესტები არის მარტივი, ძირითად საკითხებს ეხება, იმისათვის არის შექმნილი, რომ გადაიმეოროთ, ასე ვთქვათ და ცოტა ივარჯიშოთ. ზოგადად ტესტებზე მუშაობა ყველა კვლევით დასტურდება, რომ კარგ შედეგებზე გაგიყვანთ. ასევე გვაქვს ჩვენ აქ ვიდეოებიც. ანუ ზოგიერთ თემას შეიძლება გახმოვანება არ ჰქონდეს, მაგალითად ელექტრულ მოვლენებს, მაგრამ თეორია ისე გვაქვს მოცემული, რომ აი თვალის გადავლებითაც გაიმეორებთ, თუ მე-11 კლასის მოსწავლეები ხართ, ან გინდათ რომ გადახედოთ ამ საკითხებს, გამოგადგებათ. და გახმოვანებასაც ალბათ მე ნელ-ნელა დავამატებთ. ეს არის მოსწავლეებთან ერთად შექმნილი მობილური აპლიკაცია. ზოგ გახმოვანებას ჩემი ხმა ადევს, მაგრამ ეს თეორია მოსწავლეებმა ძირითადად ამოკრიფეს, ყველაზე მნიშვნელოვანი და აი ეს არის კიდე ძალიან კარგი ნაწილი, ცხრილები. ერთადერთი ტექნიკურად არის რთული, რომ მობილურ აპლიკაციაშივე არ დიდდება, მაგრამ შეგიძლიათ ესე დასკრინოთ და შემდეგ გაადიდოთ, შეამციროთ თქვენი სურვილის მიხედვით. ამ ცხრილებში მოცემულია სისტემის ერთეულები და ფორმულები, რომლებიც ძალიან აუცილებელია და გადამეორების პროცესს ძალიან ეხმარება. აი რომ ნახოთ ვიდეოები, არის ჩემი არხის ვიდეოებიც და სხვა მნიშვნელოვანი ვიდეოები, რომლებიც YouTube-ზე დევს. იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ მობილური აპლიკაცია და კარგად გადაიმეორებთ მასალას სკოლისათვის. წარმატებებს გისურვებთ.